ჩვენ მთელი ჩვენი იმედი ღმერთზე უნდა დავამყაროთ, რადგან რაიმეს აღსრულება მხოლოდ ღმერთთან ერთად შეგვიძლია, რადგან თავად უფალი ამბობს, უჩემოდ არაფრის ქნა არ შეგიძლიათ. ეს ნიშნავს, რომ სულიერ ცხოვრებაში თუ იმედს, ღვთის წყალობასა და შეწევნაზე არ დავამყარებთ, ვერაფერს შეუძლებთ, ხომ მხოლოდ ადამიანები ვართ. რამე თუ ნათქვამია, კაცი ვითარცა თივა არიან დღენი ნიშნი ვითარცა ყვავილი ველისა ეგრე აყვავდეს. რა არის თივა? მცირედი სიცხე და შენგან აღარაფერი რჩება. მაგრამ თუ ჩვენ სულიერ ვენახში ღმერთთან ახლოს დავრჩებით, დიდი შეწევნა გვექნება. სულიწმინდის მადლი გაგვაძლიერებს. ღმერთმა ჩვენი უძულრებები ჩვენზე ბევრად უკეთ იცის. აი აქ ძალიან მტკივა. ღმერთმა შენზე უკეთ იცის რამდენად გტკივა. ამიტომაც გეხმარება. თუ თავმდაბლობით მოიყრე, მუხლს და იხვი, უფალო გევედრები, დამეხმარე, რადგან მეტს ვეღარ ვუძლებ. შეუძლებელია ღმერთი არ შეგეწიოს. თუ მაშინვე არ შეგეწევა, ამ ტანჯვას შენი სულის სასიკეთოდ უშვებს. ამიტომაც ამბობს წმინდა წერილი. მოუკლებლად ილოცვიდეთ, ყველაფრისთვის მადლობდეთ. აი მკერდი მტკივა, აქაც მტკივა, იქაც მტკივა და ღმერთი არ მეხმარება. ასეთ რამეს მოუთხო. იმავე წამიდან, როცა იტყვი, უფალო დამეხმარე, სწორედ იმ წამიდან ის შენთან არის. მაგრამ ის გაძლევს იმას, რაც შენთვის სასარგებლოა და არა მხოლოდ შენი სხეულისთვის. ყველაფერი მარადისობისთვისაა. ღმერთი ნამდვილად გვეხმარება ამ წუთის სოფელში. გვეხმარება, მაგრამ არა ისე, რომ მარადისობას დაგვაშოროს. არამედ ისე გვეხმარება, რომ ამ წარმავალი ცხოვრების წყალობით მარადიული ცხოვრება დავიმკვიდროთ. ხშირად ის საერთოდ არ გაძლევს იმას, რასაც ვსწავლ, რადგან თუ შენი სურვილი აღსრულდებოდა, შენი მიზანი უკვე აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც თავიდან იყო. ამიტომ ღმერთი თავისი სახიერებით არ გისრულებს მას, რადგან ის, რასაც ითხოვ, შენთვის სულიერ უსწრულად იქცეოდა. ამიტომაც ამბობს წმინდა წერილი. მოუკლებლად ილოცვიდეთ, რადგან ჩვენი მოვალეობაა ეს. ყველაფრისთვის მადლობდეთ. თუ ღმერთმა შეგისრულა თხოვნა, მადლობა შესწირე მას. მაგრამ მაშინაც კი, როცა გეჩვენება, რომ არ შეგისრულა, ღმერთი მას თავისი წმინდა სიბრძნის მიხედვით აღასრულებს. ის ისე აღასრულებს, რომ მარადისობისთვის უფრო დიდი სულიერი სარგებელი შეიძინა. ამიტომაც ამბობს წერილი. მოუკლებლად ილოცვიდეთ, ყველაფრისთვის მადლობდეთ. მადლობა შესწირე ღმერთს მაშინაც, როცა შეევედრე, უფალო დამეხმარე და თითქოს არ შეგისრულა. ვიღაც ამბობდა, იმდენი ვევედრე ღმერთს, ლატარიაში მომაგებინეო, მაგრამ მაინც ვერ მოვიგე. და არა, ღმერთმა წინასწარ იცის, რომ მოგებულ ფულს კეთილად ვერ გამოიყენებდი. ამიტომაც არ მოგცა. მხოლოდ ღმერთია უშეცდომი. დედამიწაზე ყველას და ყველაფერს, რასაც სული უდგას, აქვს გაკლოვანება. ის ყოველთვის ცდილობს დაგეხმაროს ამ გაჭირვებით სავსე წარმავალ ცხოვრებაში. მაგრამ უპირველესად ჩვენს გზას იქით წარმართავს, რომ მარადისობას მივაღწიოთ. რადგან ეს ცხოვრება სრულდება, რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს, შეიძლება 90 ან 100 წელი იცოცხლო, მაგრამ ბევრად მეტს ვერ იცოცხლო. ხოლო მომავალი ცხოვრება მარადიულია, დაუსრულებელი. და ღმერთს სურს, რომ ამ წარმავალი ცხოვრების განსაცდელების გზით ჩვენ მარადისობა დავიმკვიდროთ. ამიტომ მთელი ჩვენი იმედი ღმერთზე უნდა დავამყაროთ, რადგან მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩვენი შეწევნა.